ადამიანი რომლის შემართებაც მართლაც გადამდებია თაობებისთვის. ქართველი მოჭხუბარი შოთა ბეთლემიძე კიდევ ერთხელ ამტკიცებს და კიდევ ერთხელ გვეტყვის, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. დანარჩენი კი დიდი შრომისა და მონდომების ფასია. სპორტერაში ის ახალ და მართლაც წარმოუდგენელ ორთაბრძოლას დაანონსებს. გრძელდება ჩვენი გადაცემა და შესავლიდანაც მართლაც მთელი გულით ვთქვი ის, რაც ამ ადამიანს, ამ სპორტსმენს ეკუთვნის. ეს არის ადამიანი, რომელმაც აი ყველა რაღაც მითქმა მოთქმა ასაკთან დაკავშირებით აბსოლუტურად დაამარცხა და თავისი 43 წლის მიუხედავად დაუმარცხებელია ოქტაგონზე, დიახ, ოქტაგონზე, ამ საკმაოდ ისეთ კარდიოთი გამორჩეულ და ერთ-ერთ ყველაზე დამღლელ სპორტის სახეობაში ის საქართველოს დროშას ისევ მაღლა აფრიალებს და ფინეთში გამართა შოთა ბეთლემიძემ, რომელიც არის ამ მონაკვეთის სტუმარი, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ფინეთში, ფინელი სპორტსმენი დაამარცხა და ის წავიდა სპორტიდან უკვე ამ დამარცხის შემდეგ, თუმცა თქვენ ჯერ სწორედ აი ამ მითების მსხვერპლს აგრძელებთ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. შემომთავაზეს ორი თვით ადრე, სხვათა შორის ძალიან გამოცდილი მოწინააღმდეგე იყო, ასაკით ჩემზე 1 წლით უფროსი იყო. 50-მეათე ბრძოლა უნდა გაემართა, ან დარჩებოდა ამ ბრძოლის ანუ დაუმთავრეთ კარიერა. კულტურულად ვიტყვი, რომ დაუმთავრე კარიერა, იმიტომ რომ ძალიან ვაშკაცურად იბრძოლა. ბრძოლის მერეც უნდათ რომ ფრედ გამოეცხადებინათ ბრძოლა, მაგრამ ხელი გამოიშვირა რომ მომიგო აღიარა თვითონვე. მეც როგორც რიტუალი, როგორც სრულდება შევივსი მხრებზე და რინგს შემოვატარე და პატივიც ისე გავაცილე, როგორც ქართველებს გვჩევია. თუმცა არ იყო მანამდე იოლი ორთაბრძოლა. ძალიან კი, სხვა 15 წუთი ვიბრძოლეთ. ვიცოდი რომ 15 წუთი მომიწევდა და ბრძოლა ამისათვის ვიყავ მომზადებული. კონცენტრირება მქონდა აბსოლუტურად 15 წუთზე. იმ დონეზე იყო მოტივირებული გამარჯვებისთვის, რომ ეს ბოლო ბრძოლა იყო და აუცილებლად უნდა გაემარჯვა. ვერ დავღალი და მესამე რაუნდში ბევრად ჩემზე კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ფიზიკური ძალით ვაჯობე და ჭიდაობით. ანუ გადამყავდა პარტერში და იქიდან უკვე ვეღარ უწევდა და სხვათა შორის მსაჯიც კი ეხმარებოდა სამჯერ ამაყენა. მერტის წყალობით გავიმარჯვე ეს ბრძოლა და გავუშვით ღირსეულ პენსიაში. თქვენი ფსიქოლოგიური უპირატესობა რაში? გამაძლიერა, რომ გამოვედი, ეხლა ხალხი არ შემხვდა ისეთი ოვაციები და ეს რომ გამოვიდა, კი, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ეს რომ გამოვიდა იქ საყვირებით, ბარაბნებით დახვდნენ და მიუტრიალდი მე ხალხს და ეს თითით ვაჩვენე რომ არა მეთქი, აქ მე გავიმარჯვებ მეთქი, ამან უფრო გამაძლიერა. დარწმუნებული ვიყავი რომ გავიმარჯვებდი რა. სხვათა შორის ძალიან იშვიათია ხოლმე ესე ვიყო და ეხლა რა თქმა უნდა, როდესაც გადიხარ, უნდა მოიგო, მაგრამ ვიცოდი რომ აუცილებლად გავიმარჯვებდი. ანუ სხვა ქვეყანაში როცა ვიბრძი იქ უფრო არ მიჭირს. და აი გამარჯვების შემდეგ მათი რეაქცია როგორ იყო იმ ხალხის? ძალიან დიდი პატივისცემა გამოხატეს. ესე რომ მოვეფერე, ასე რომ თქვათ, მაინც ვიკინგები არიან აფასებენ შეუსრულე როგორც წესი და რიგი ხდება, უფრო მოეწონათ ეს და აი ბევრი მოდიოდა მე სურათებს იღებდა, მე ხვეოდა და მეუბნებოდა რომ აი ყოჩახ რომ ესე მაგრა იბრძოლა. და აი შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ბრძოლა იქნება თქვენს კარიერაში? კი, რა თქმა უნდა, ყველა ბრძოლა, რომელიც რთულად მოიპოვება გამარჯვება, დასამახსოვრებელია ნამდვილად, კი. შოთა ძალიან ბევრი შემოთავაზება მიიღეთ, უცბად წამოვიდა, აი კიდევ არსებობს არის უკვე 15 ივნისი. აქ თბილისში ოტარდება. კი ბატონო, დიახ. გერმანული ორგანიზაცია გოჩას მოიანმა დიდი მოკითხვა გოჩას ნამდვილად ძალიან ჩვენი საერთო მეგობრებიც ჩხუბობენ იქ და მათაც ძალიან დიდ მოკითხვას შეუთვლი. წარმატებები რა თქმა უნდა, გიორგის პირველ რიგში ჩემი მეგობარია, იმდენსაც ვნახე და დავტუქსე რომ მოდი მეთქი ერთად ვივარჯიშოთ. ძალიან ბევრ შრომობს ისე გიორგის წვიცი კი. ძალიან ბევრ შრომობს, მაგრამ
მინდა რომ უფრო მაგარი დონე აჩვენოს და მე რაც შემეძლება რა თქმა უნდა როგორც ყველა პირობა აქვს კი ნამდვილად მას რომ კარგი ისეთი მოწყობარი იყოს ჩემი რაღაც სტილით შევიტანო მეგობრობის იქ ბრაზილიელი მეტოქე მყავს ანუ ქართული ტრადიციული ჯიუ-ჯიტსუს წინააღმდეგ გორის სკოლა შეხვდება ბრაზილიურ სკოლას ძალიან საინტერესოა და დათანხმდით უკვე თან ხო მიეც და უკვე დავთანხმდი აი ეს როგორ ხდება აი ან დასვენება გინდათ არც არაფერი ანუ მებრძოლი ხართ სულით ხო ეს ეგ არის სხვა უბრალოდ სხვა ის არ არსებობს ესეთი დავიბადე ბავშვობაში ესეთი ვიყავი სულ ჩხუბობდი ქუჩაში ბავშვებო თქვენ არის ჩხუბოთ ეს ჩვენ ცუდი პერიოდი ქონდა რა თქმა უნდა 90-იან წლები და არ არის აუცილებლობა ქუჩაში ხელები ვიქნიო მეორეჯერ ხართ ჩემი სტუმარი და პირველად საოცარი ემოცია დატოვეთ, როდესაც ქვეყნის დაცვაზე და თქვენს იმ წარსულზე იყო საუბარი, როდესაც 2008-ში იარაღით იცავდით. ახლაც ქვეყნის დაცვაზეა, მაგრამ აი თქვენ ხართ იმ სპორტის წარმომადგენელი, სადაც ყველაზე კარგად იცით რა არის თავდაცვა და ყველაზე კარგად იცით რა არის ძალის დემონსტრირება. აი მე ზუსტად ვიცი თქვენ არის სპორტსმენები, ხო? აი ბევრი რაღაც ისეთი ვაჭრობა წავიდა. არასოდეს იმ არასრულწლოვან ბავშვებზე ხელს არ აწევდნენ, ხო? გმობ ესეთ რაღაცას რა. ეს არის ყოველად მიუღებელი პირადად ჩემთვის და ლაჭრობა, მოდი პირადად ჩემი მეგობრებისთვის, ვინც არის პროფესიულ ბრძოლებში. ეს არც მინდა ამაზე საუბარი. არა, ნუ აი წარმოუდგენელი. მე ვერ წარმომიდგენია ჩემი შვილის ტოლს. მეც იმიტომ ბევრი მყავს, აი წეღანაც ვახსენე მეგობრები თქვენი სამყაროდან, MMA-დან და აი უბრალოდ ისინიც გაგიჟებულები არიან მართლა, რასაც უყურებენ და აი არ ვიცი, აი რა დავალება შეიძლება იყოს იმის საფასური, რომ აი შენი იქ ხო მათი შვილებიც დგანან, ეს ფაქტია, ხო? არ ვიცი. მე აუცილებლად მინდა გადავიდე აი რაც თქვი გადაცემის დასაწყისში 43 წელი აქ შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ეს არა ისეთი ასაკი მაგრამ მე ისიც ვთქვი რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური სპორტის სახეობა სადაც ფიზიკურ გამძლეობას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. აი როგორ შეძელით აი ეს ფორმის შენარჩუნება, ეს ყველაფერი. აი თქვენ წეღან თქვით რომ ჯამთელი ცხოვრების წესი. ეს იყო თქვენი ყველაზე მთავარი ესე ვთქვათ ამოსავალი თავიდანვე? პირველ რიგში ბრძოლას არიგებს კუნთი. ბრძოლას იგებს ეგ ტვინი, რა თქმა უნდა. კუნთის ქვეშ რაც არის ტვინი და გული, რა თქმა უნდა. ბრძოლის ჟინი უფრო რა. სწორად განსაზღვრა ამ ყველაფრის სწორად ჩამოყალიბება. თქვენ თქვით აი იმ ორგანიზაციაზე, რომელიც ძალიან პოპულარულია გერმანიაში და ძალიან დიდი ღონისძიება ჩამოაქვს თბილისში. აი რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც აი ჩვენს ქალაქში ტარდება ეს ღონისძიება თავისი შესაბამისი შეფუთვით, რაც აი შოუს ახასიათებს, აი ამ შეჯიბრს და პირველად იქნება ესეთი მასშტაბი. ამ სპორტის განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მე ხლა ფაქტიურად დიდი ხანი აღარ დამჭა ამ სპორტში, მაგრამ ძალიან ბევრი წარმატებული სპორტსმენია რაღაც მიზეზების გამო პირველი მიზეზი არის უსახსრობა, რა თქმა უნდა. ვერ ახერხებენ შესაბამის მომზადებას, რომ გავიდნენ და საზღვარგარეთ იბრძოლონ. ამის საშუალება გვეძლევა ეხლა. კიდევ არის ქართული ორგანიზაცია GFC, რომელიც გიორგი კაბულაშვილმა შექმნა და ძალიან პოპულარულია სხვათა შორის ევროპაშიც უკვე იქ რო ჩავედით და ფინეთში და რო იცოდნენ უკვე რომ ეს იყო ერთ-ერთი მაგარი ორგანიზაცია GFC თავისი მაგარი ელემენტები და მე გოჩასთან პირადად მქონდა საუბარი რამდენჯერმე ამბობს რომ მე უფრო მაგარს გავაკეთებ. აქ უკვე კონკურენცია წამოა EFC, GFC და უფრო მეტად განვითარდება ეს სპორტი, რა თქმა უნდა. უხარია ყველას. რა თქმა უნდა, სადაც თანხა იქნება უკვე ის პოპულარული იქნება განვითარება თანხაზე მეტად. მე მაგალითად როცა ბრძოლას მთავაზობდნენ და მთავაზობენ არ უყურებ თანხას. მე უყურებ ბრძოლას. ბრძოლის სურვილი უფრო მაქვს ვიდრე თანხის. მე ვფიქრობ რომ ქართველების უმეტესობა ასეა. როდემდე იქნება ეს ბრძოლის სურვილი თქვენში? ბრძოლის სურვილი რა თქმა უნდა სანამ აფხაზეთში არ შევარ სულ მექნება. მაგრამ ფორმაში სულ იქნები. აი ისე რაღაც სიმბოლურად ახსენეთ აფხაზეთი და სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა ერთი აფხაზი მებრძოლი, რომელიც გიწევთ სხვადასხვა რაღაცებს წერს და სხვათა შორის ბევრმა ქართველმა დაუწერა მათ ვაღიარებ და მეც უკვე ვეღარ შევიკავე თავი, როდესაც კი და რა უნდა
მოდი თავდაპირველობას გამოვიჩინე. ეს აფხაზი საერთოდ არავინ არ არის, რეიტინგი რო ავიღოთ, ჩემი და იმისი არის უბრალოდ სასაცილო. არც ისეთი მებრძოლია, აქ არის უფრო პრინციპის ამბავი. მე არ ვიცოდი ვინ იყო, ვიმყოფებოდი ანტალიაში, შეჯიბრზე, უნდა მებრძოლა თურქმენთან, იქ ჩავედით კიდე სხვა სპორტსმენი მყავდა, წაყვანილი ამ აფხაზთან უნდა ებრძოლა. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ეს აფხაზი იყო საერთოდ. აწონვების შედგა ყველაფერი და შევატყე, რომ ორგანიზაციას თანხა არ ქონდა. უпростоრად მითხრეს, მე თურქული კარგად ვიცი. როცა უთხარი, რომ თანხაზე რა ხდება მეთქი რა, ესე თანხები არა გვაქვს. არა და თავის სპორტსმენებს, თურქ სპორტსმენებს და ერაყლის სპორტსმენებს თანხები წინასწარ მისცეს. აქცენტი იყო ჩვენზე, ქართველებზე მარტო. ეხლა მე იმას არ ვამბობ, რომ თურქებმა გააკეთეს ეს. თვითონ ორგანიზატორებმა რაღაც ესეთი ისიო. ჩვენ უთხარით, რომ თანხას თუ მოგცემთ, გავალთ ეხლა პატარები ხო არა ვართ, იქიდან აქ ჩამოვედით, თან კოვიდი ახალი დამთავრებული იყო. და ისეთი აბუჩი საუბარი წავიდა, უკვე ამან გამაღიზიანა მე რა, იქ საერთოდ არავინ არ ეკითხებოდა, ის ადამიანი ჩაება. ერთ სიტყვით, ბრძოლები არ შედგა, მერე მოიმიზეზეს, ვითომ რაღაც კოვიდი აღმოაჩნდა, იქ სპორტსმენებს გადაგვიყვანს და ჩვენ სასტუმროში ავედით, ველოდებოდით უკვე თვითმფრინავი გამოფრენას და რაღაც შემთხვევით ვიდეო ვნახეთ, რომ აფხაზები რინგზე ავიდნენ და რაღაცა ზეიმობენ და რომ დავხედე ეს აფხაზი იყო. ეს უკვე რომ მიხვდით ეს იყო რაღაც აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის რაღაც ჯილდო გადასცეს, რომ ქართველი დაამარცხა. ქართველი დაამარცხა, ერთი მე ვიყავი ქართველი და კიდე ჩემი მეგობარი იყო, ვისთანაც უნდა ებრძოლა. მეთქი არავის არ უჩხუბია. ნუ უკვე რომ გავედით დაშლილი იყო ბარში იჯდნენ და მივედი ეს თვითონ მოვიდა ეს და მე ძალიან ნაწყენი ვარო რომ თქვენ არ იბრძოლეთო რა. მეთქე შენ აფხაზი ხარ მეთქი? კი აფხაზი, თურქულაც როგორ ლაპარაკობ მეთქი რა და პაპა ჩემი იქიდან წამოვიდა, კი არ წამოვიდა, მე ვთქვი გამოიქცა მეთქი და პაპა ჩემი იქ დარჩა მეთქი რა. აფსუა ესე იგი. ხო იქ. და უბედურობა ის არის, რომ არც თურქეთში გაჩერდა და გაიქცა გერმანიაში. ხან გერმანიის დროშით გამოდის, ხან თურქეთის დროშით გამოდის და როცა უნდა აფხაზეთის დროშით გამოდის რა. ვეუბნები ხოლმე რა ხშირად, რომ შენ არც აფხაზი ხარ, არც თურქი ხარ, არც გერმანელი ხარ, შენ თვითონ არ ზათხართ მასთან შესაძლებლად. მოვიდა მითხრა, ვიბრძოლოთო, აგერ სურათი მაქვს გადაღებული რამდენიმე, დავგეგმეთ, სიტყვა დავდეთ, რომ 105 კილო უნდა გამეკეთებინა, 105 კილოს გააკეთებ და თუმცა 120 კილომდე შემიძლია ვიყო. მე ვეუბნებ ყოველს ერთ რაღაცას. მითხარი დღე, რიცხვი და მოვდივარ. მეც არ ვეუბნები. თანხა არ მინდა, მე ვთქვი, ჩემი ფინანსებით ჩამოვალ. თუ შენ ვერ აკეთებ ამას, აგერ არის გიორგი კაბულაშვილი, ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, იმაზე მე თანხას მოგცემ, ვიდრე შენთვის ოდესღაც მოუციათ. არასოდეს არ ამბობს კონკრეტულს. ეხლა ფინეთში რომ მოვიგე, მაშინ გამოჩნდა ასპარეზზე, გააქტიურდა, ამას გონია რომ ეხლა ის რახან ფინელთან 3 რაუნდი ვიჩხუბე. ამასთან გამიჭირდება. აი პირობას ვდებ მთელი ქართველი ერისიაში 3 რაუნდი უნდა ვებრძოლო. ეგრევე არ დავამთავრე. მაგრამ უნდა ცემოთ 3 რაუნდი უნდა ცემო და უნდა ვეძახო გაბისკირია, მამია ალასანია და შარტაო და ყველა დაღუპულის გვარი და სახელი. აი თუ მაგრამ არ იბრძოლებს არასოდეს. ეს არ არის მებრძოლები სინამდვილეში გაგირდით. აი მე ვამბობ რომ ეს არ იბრძოლებს. ეს არის ტყუილად ანუ როგორც ბევრი გვინახავს კლავიატურის ასეთი მგელი. კლავიატურის ლომი აფხაზია რა. თვითონ ამბობს რომ ყველაზე დიდი აფხაზი ვარ და ყველაზე პატარა ქართველი გეჩხურები. პირდაპირ ეთერშიც მიღებულია გამოწვევა და მე მგონი ძალიან კარგი ორთაბრძოლა დაიგეგმა ბატონი შოთასგან თუ აქვს რაიმეს თავი, ასე ვთქვათ, ჩვენც კულტურულად ვიტყვით. მზად ვართ ეს ორთაბრძოლაც გავაშუქოთ. მოკლედ 15 ივნისს კლავ გვაქვს შანსი ჩვენ ვნახოთ ბატონი შოთა ოქტაგონზე და თბილისში თან ეს ძალიან კარგი. მანამდე ერთ სურპრიზს გაგიმხელთ კიდევ. არ თქვა კიდევ ჩხუბობ. მართლა. უკრაინაში, კიევში 31 მაისს უარს მაგას არასოდეს არ ვეტყოდი, დამიკავშირდნენ ფედერაციიდან მირო ვანაძე დამიკავშირდა. მირო, დიდი მოკითხვა მიროს. აუცილებლად წეგან მირეკავდა და ვერ უპასუხე. და მითხრა რომ სოფლიოს ხამარზე იბრძოლებო 31 მაისს. ვაუ, მეთქი მოვდივარ.
უმაგრესი ინფორმაცია და რა თქმა უნდა კიდევ ერთი მიზეზი გვექნება ჩვენ მე მგონი შეხვედრის, იმიტომ რომ არ ვიცი საოცარი იმედია ამბავია კამერით და ჩამოვა და კი და კამერს დავდებთ აქ ამ მაგიდას. ძალიან დიდი მადლობა შოთა და ბევრი წარმატებები თქვენ და აი ესეთი საინტერესოა მუდამ ბატონი შოთა ბეთლემიძის სტუმრობა გადაცემაში და ძალიან საინტერესო ახალი ამბავიც გავიგეთ 31 მაისს ის უკვე სოფლიო კამრისთვის იჩხუბებს და რა თქმა უნდა ბევრი წარმატება და პირველ რიგში 31 მაისს მას წარმატება. მადლობა. უღმესი მადლობა. გრძელდება ჩვენი გადაცემა და არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ეს არის რუბრიკა, რომელსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით წარვადგენ. დიახ, კოკა-კოლასა და სპორტერას ერთობლივი რუბრიკა, რომელშიც საუკეთესოები ძალიან ბევრ სურპრიზს მიიღებენ. ამისთვის კი საჭიროა იაქტიუროთ ყველა რეგიონიდან საქართველოსი და ნიჭიერი ბავშვების ვიდეოები, აი ამ მისამართზე გამოვაგზავნოთ, რომელსაც ჩვენს ეკრანზე ხედავთ. რა თქმა უნდა, ნიჭიერი ფეხბურთელების ვიდეოს მიღება გრძელდება, საუკეთესოების გამოვლენაც მალე მოხდება და ასე რომ უნდა იაქტიუროთ, რომ ყველა ნიჭიერი ბავშვი მოხვდეს ამ რუბრიკაში. ახლა კი მორიგი ვიდეოს ჯერია.